გამარჯობა. BMG TV-ზე წარწერის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წარწერის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანდია. წარწერში დღეს ბიზნესის ხმის დროა. ჩვენი სტუმარია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ვიდეოს აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ლალაზაშვილი, რომელიც ამ პოზიციაზე დაახლოებით 3 თვის წინ დაინიშნა, როდესაც შეიქმნა ახალი ერთიანი რეგიონული ფირმა, რომელიც 5 ქვეყანას საქართველოს, სომხეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს აერთიანებს და ვიდეო CCA-მ ოფიციალურად დაიწყო საქმიანობა. როცა ადამიანებს რაღაც გვაწუხებს, მივდივართ ექიმთან, რომელიც სვამს დიაგნოზს, ხარ თუ არა კარგად, ან რა გჭირდება იმისთვის, რომ კარგად გახდე. დაახლოებით ასე უნდა შევხედოთ ვიდეოს სერვისებს. ჩვენ როცა კომპანიის აუდიტს ვატარებთ, მის ფინანსურ სიჯანსაღეს ვადგენთ და შემდეგ ამ სურათს ვაჩვენებთ გარემომხმარებელს, რომ დიახ, კომპანია ფინანსურად ჯანმრთელია. ასე აღწერდა ზურაბ ლალაზაშვილი ვიდეოს მისიას მანანა მანჯგალაძის პროექტში საქმიანები. და დროა ბიემჯურად მოვიკითხოთ, როგორი იყო გასული წელი ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიისთვის და ასევე ვიდეო CCA-ის სტარტი. ვიდრე ინტერვიუს ავიწყებთ, ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ვიდეო საქართველოს უმსხვილესი აუდიტორული კომპანიების რეიტინგში ლიდერ პოზიციებზე არის, ძირითადად ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების თანახმად შარშან კომპანია ვიდეოს შემოსავალი 7,6 მილიონი ლარი იყო. ქვეყანაში არსებული ტურბულენტობის მიუხედავად კომპანიას მცირედი, მაგრამ მაინც ზრდა ჰქონდა. უკეთესი წელი იყო, ვიდრე მოლოდინი ჰქონდა, ასე შეაფასა BMG-სთან ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში 2025 წელი ზურაბ ლალაზაშვილმა. ვრცლად კი ვისაუბრებთ დღეს თან ახალი პოზიციით კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ვიდეოს აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ლალაზაშვილი უკვე შემოგვიერთდა სტუდიაში. საღამოშტების ბატონო ზურაბ, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი სტუმარი. თითქმის 1 წელი გავიდა, რაც წერტილის ფორმატში არ გვისაუბრია და ამასობაში ბიზნეს სიახლეებიც დაგროვდა, რაზეც მინდა დღეს ამ ინტერვიუში შევეხოთ. მოდით, ვიდრე საქართველოს ფარგლებს გავცდებით, მოგვიყევით ოდნავ მეტი მესმის რო ესე ვიდეო საქართველოს არ ეკუთვნით და უკვე 5 ქვეყანას ფარავთ ახალი პოზიციით, მაგრამ როგორი იყო გასული წელი ვიდეოსთვის, უფრო მეტ ზრდას ელოდით თუ ის შედეგი, რაც ახლა ვახსენე, მცირედი, მაგრამ მაინც ზრდა იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რა მდგომარეობაც არის ქვეყანაში, გამოწვევების შიგნით გარეთ არ იყო ცუდი. ესე იგი დავაზუსტებ, რომ ეს რაც თქვენ აჩვენეთ, ეს იყო მხოლოდ აუდიტორული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი და არ იყო სრული შემოსავალი. და მთლიან კონსოლიდირებული შემოსავალი არ იყო ნაჩვენები საქართველოს ფარგლებში. ესე იგი, როგორც თქვი, მაშინ ჩვენს წინა შეხვედრისას, რომ მოლოდინზე უკეთესი ქონდა, იმიტომ რომ წელი როგორც დაიწყო 25 წელი, იყო ძალიან ბევრი გაურკვევლობა იმ კუთხით, როგორ წარიმართებოდა ბიზნეს აქტივობა, როგორი იქნებოდა, როგორი იქნებოდა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, შიგნით, გარეთ და ასე შემდეგ, ინვესტორების ინტერესი როგორი იქნებოდა ქვეყნის მიმართ და ეს იყო ძალიან დიდი გაურკვევლობა. თუმცა როგორც ვამბობ, ანუ ჩვენ შესაბამისად ცოტა პესიმისტურად გქონდა ჩვენ პროგნოზირება გაკეთებული 25 წლის, როდესაც ჩვენ დავიწყეთ გასული წლის ალბათ იანვარი სადღაც მასში შევსწავლ იანვარი-თებერვალი ხო დაახლოებით ეს პერიოდი იყო, როდესაც ჩვენ საბოლოო ჯამში ესეთი პესიმისტური სცენარით დავგეგმეთ წელი და იმაზე უკეთესი იყო. ზოგადად 24 წელთან შედარებით საქართველოში უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდა, ანუ შესაბამისად გაიზარდა კომპანია მთლიანი შემოსავლითაც და სხვადასხვა სერვისების ჭრილითაც, შესაბამისად ხო იმ ყველაფრის გათვალისწინებით რა გარემოშიც ვართ, შემიძლია წარმატებულად შევაფასო მაინც ჩვენი კომპანიისთვის საქართველოს ვიდეო საქართველოსთვის. და მით უმეტეს წელი აშკარად დახურეთ მთავარი სიახლით, რაც ნიშნავს ვიდეო CCA-ის შექმნას, ერთიანი ფირმა, რომელიც 5 ქვეყანას აერთიანებს. მოგვიყევით მეტი, მე მგონი თუ სწორად მახსოვს, მას შემდეგ ეს ვრცელი ინტერვიუ არც გქონია, რატომ გადაწყდა ამ ერთიანი ფირმის შექმნა, ეს იყო ვიდეოს გლობალური ოფისის დაკვეთა თუ ერთგვარად თქვენი გუნდის ინიციატივაც, რომ თბილისიდან, ასე ვთქვათ, გემართათ დანარჩენი ქვეყნებიც. ესე იგი, ეს თემა, რომ რაღაცნაირად დაჯგუფება მოხდეს რეგიონალურ ჭრილში, ან შეიძლება უფრო ფართოდ, უფრო ვიწროდ, ეს ტრენდი ახალი არ არის პრინციპში, უკვე წლებია სხვადასხვა უფრო მსხვილი კომპანიებს, ვიტყვია საერთაშორისო კომპანიებს ეს აპრობირებული პრაქტიკა აქვთ. და ამის მიზანი რამოდენიმეა, პრინციპში მიზეზი უფრო სწორად, მიზეზი არის რამოდენიმე. პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რომ ბაზრის მოთხოვნა, როდესაც არის მაგალითად კომპანიები, ჩვენი დამკვეთები
შემოდიან რეგიონს აღიქვავენ უფრო საინტერესოდ, ვიდრე შეიძლება ის იყოს მხოლოდ ერთი ქვეყანა და შესაბამისად ჩვენ უნდა შეგვეძლოს რაღაცნაირად უფრო უპასუხოთ მათ ჩვენს დამკვეთებს. მეორე მხრივ ძალიან გამკაცრდა მოთხოვნები აუდიტორული კომპანიების მიმართ, ვინაიდან ეს გლობალური რეგულატორები და მათ შორის ჩვენთან საქართველოში უფრო და უფრო მეც მოითხოვენ ჩვენგან, რაც გულისხმობს, რომ მეტი ინვესტირება გვჭირდება ხარისხის ნაწილში, ტექნოლოგიების ნაწილში, სპეციალისტებში და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ეს რესურსები კიდე შეზღუდულია ყველგან, არ არის მხოლოდ საქართველოს თემა და ამიტომ ეს ჩვენი გაერთიანება მეორე მხრივ პასუხობს სწორედ იმას, რომ ამ რესურსებში ერთიანად ჩადებული ინვესტიცია გაცილებით უფრო შეიძლება ეფექტური იყოს და მეორე მხრივ ჩვენს დამკვეთებს უფრო ეფექტურად მოემსახუროთ. ეს არის ორი მიმართულება, ერთი ბაზრიდან გამომდინარე, მეორე რესურსებიდან გამომდინარე. ესეთი ტრენდი პრინციპში მიმდინარეობს უკვე წლებია სხვადასხვა რეგიონში და ვიდეოსაც ეს პრინციპში ესეთი სტრატეგია და ესეთი ხედვა რამოდენიმე წელი აქვს და რაც ბოლო წლებში უფრო და უფრო მეტად ხდება ამაზე ყურადღების გამახვილება, აქცენტის გაკეთება და ჩვენ ხედავთ ჩვენი კოლეგები სხვადასხვა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში როგორც წარმატებულად აკეთებენ ამ კლასტერიზაციას, ეგრეთ წოდებულს ან გაერთიანებას, ან დაჯგუფებას სხვადასხვა ფორმით ხდება ეს, ზოგჯერ ხდება იურიდიული ინტეგრაციის კუთხით, ზოგჯერ ხდება უბრალოდ ცალკე კომპანიების რაღაც გაერთიანება საერთო მიზნების ირგვლივ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ჩვენ დაახლოებით ერთი ალბათ წელიწადნახევარი 2 წელია მაინც მუშაობთ ამ პროექტზე ცენტრალურ ოფისთან ერთად. როგორი ფორმით გაგვეკეთებინა ჩვენ, იმიტომ რომ ეს არ არის დღეს მოიფიქრო ხვალ გააკეთო და ყველაფერი წარმატებულად წავიდეს. და ჩვენ შესაბამისად 2 წელი ამ თემაზე მუშაობთ, რა ფორმა იქნებოდა ყველაზე სწორი და საბოლოო ჯამში მივედით იქამდე, რომ ყველაზე სწორი ფორმა იქნებოდა რაღაც იურიდიული გაერთიანების კუთხით წავსულიყო თუ ერთიანი ფირმა ყოფილიყო. ესე უფრო შევძლებდით იმ გამოწვევების პასუხს, რაც დგას ჩვენს წინაშე, როგორც რეგიონში ერთის მხრივ და მეორეს მხრივ თვითონ ჩვენი რეგიონი ეს დაემთხვა სხვათა შორის ჩვენს მანამდე დავიწყეთ ერთი შეიძლება მეტი ხანი დაემთხვა რომ ეს ჩვენმა რეგიონმა შეიძინა რაღაცნაირ უფრო მეტი მნიშვნელობა და მეტი აქცენტი კეთდება. ამიტომ რაღაცნაირად ძალიან კარგი თანხwebdriver იყო ეს ჩვენი გადაწყვეტილება და რეგიონის ფორმირება, როგორც ესეთი კავკასია ცენტრალური აზიის რეგიონს გულისხმობს. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი რაც გამწვავდა, ხშირად საუბრობთ მათ შორის შუა დერეფანზე, ჩვენი ქვეყნის პოტენციალზე. რამდენად არის ეს ვიდეოს რეგიონული გაფართოება პასუხი მათ შორის ამ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე და საინტერესოა ხედავთ თუ არა უკვე ჯერ ახალია სტარტი, მაგრამ ამ კაპიტალის და ბიზნეს ინტერესების რეალურ მიგრაციას ამ 5 ქვეყანას შორის. რაც დავაკვირთ ეს იგი ხო ეს თვითონ ჩვენ ინტეგრაცია და გადაწყვეტილება ხო ანუ შეიძლება ახალია, მაგრამ ამ თემებზე უფრო დიდი ხანია ვმუშაობ და რასაც ვაკვირდებით პრინციპში ძალიან საინტერესოა შემდეგი დაგვირვება რა რომ ეს იგი ქართულმა კომპანიებმა დავიწყოთ საქართველოსთან ქართულმა კომპანიებმა ბევრმა დაიწყეს ფიქრი რაღაცნაირად გასვლაზე ქვეყნიდან და პირველ რიგში რეგიონის კუთხით ხო რეგიონის ჭრილში განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მას შემდეგ რაც TBC ბანკმა წარმატებულად განახორციელა უზბეკეთში ხო თავისი ოპერაციების განხორციელება რაც სომხეთში საქართველოს ბანკის ჯგუფმა იყიდა ძალიან დიდი მსხვილი ლიდერი კომპანია ამერია ბანკი აქედან გამომდინარე ბევრმა ბიზნესმენმა სხვა კუთხით შეხედა ამ ჩვენს რეგიონს, რომ შესაძლებელია საქართველოსთან გაფართოება იქით და პირიქითაც სხვათა შორის. ამიტომ ეს რაღაცა მოსინჯვა ბაზრის, მოსინჯვა შესაძლებლობების უკვე რამოდენიმე წელია მიმდინარეობს რაღაცნაირად. რა თქმა უნდა, რუსეთ-უკრაინის ომმა ხელი შეუწყო იმას, რომ უფრო მეტი კონცენტრაცია გაკეთდა საერთაშორისო ინვესტორების კუთხით ამ შუა დერეფანზე, ამავდროულად, იმიტომ რომ თავარი რა არის, ხო ის ენერგორესურსები რაც არის, იმის გამოტარება ერთის მხრივ, მეორეს მხრივ რაღაცნაირად შეიძლება ჩინეთთან დაკავშირება, ეს იქნება ერთები თუ ენერგორესურსები თუ ასე შემდეგ ამ ჩვენი რეგიონის. ომმა იძულებითი მიმზიდველობა შუა დერეფანს აშკარად მოუწოდა. სხვანაირი ამას დაემთხვა მათ შორის, როცა ვსაუბრობთ უზბეკეთზე, უფრო ადრე დაიწყო უზბეკეთში პრინციპში ქვეყნის გადაწყვეტილება, რომ რაღაცნაირ რეფორმები განხორციელებულიყო, უფრო გახსნილი ყოფილიყო უცხოური კაპიტალის მიმართ, იქ და ძალიან ბევრი სხვათა შორის ძალიან საინტერესო ტენდენციებია და მიმდინარეობს. ამიტომ ეს ყველაფერი რაღაცნაირად ხო არ ვიტყვი რომ ჩვენ ამის გამო გავაკეთ, რაღაცა დაემთხვა დროში ერთმანეთს ჩვენი გადაწყვეტილება და რეგიონის ესეთი კუთხით ტრანსფორმაცია, რაც ერთი კუთხით ის არის რაღაცნაირად მიანიშნებს რომ რაღაცები თავის დროზე სწორედ დავიწყეთ ამას ფიქრი, როდესაც ამ თემზე დავიწყეთ ჩვენ ფიქრი. ეს იყო ალბათ პანდემიის შემდგომ დავიწყეთ ფიქრი, მაგრამ აქტიურად ხო სადაც 2 წელია უკვე ამ პროექტზე ვმუშაობთ, მაგრამ თვითონ
ის რომ ეს ფორმით რაღაც გაერთიანება ყოფილიყო, სადაც პანდემიის შემდეგ დავიწყეთ დაახლოებით ვამბობ, როდესაც მაშინ ომიც არ იყო ჯერ დაწყებული და კი ბატონო. ვისაუბროთ უფრო კონკრეტულად, აი თქვენ ახსენეთ კომპანიები, მათ შორის ქართული კომპანიები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს საზღვრებს გარეთ. ბოლო 2 წლის განმავლობაში ხშირად მესმის სხვათა შორის ქართული ბიზნესებისგან ბევრი იმიტომ მიდის, რომ პატარა საქართველოს ბაზარი და რატომაც არა თუ პოტენციალს დაინახავენ, მათ შორის ბევრად დიდ უზბეკეთის ბაზარზე უნდა გავიდნენ. მეორეც ის რომ ამ ქვეყანაში შიდა პოლიტიკური კრიზისის გამო, ბევრი კითხვის ნიშნის გამო, რაც მათ შორის საგარეო კურსთან დაკავშირებით არის, რთულია მსხვილი ინვესტიცია ჩადო ან აქ მოიზიდო. აი თქვენი კლიენტების მაგალითზე თუ შეგიძლიათ უკვე გითხრათ დაახლოებით თუ არიან ისეთები, ვინც თქვათ უზბეკეთში კიდევ უფრო მეტად აქტიურად მიდის და მათი мотиваცია რა არის. და აქვე კითხავთ, რას ცვლის ბიდიოს ყოფნა ამ ქვეყნებში, პირველ რიგში ქართული ბიზნესებისთვის. ხო, ესე ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ბევრი კომპანიისგან ახლა რა თქმა უნდა ზოგს ვიცი და ვიცნობ. ზოგი რა თქმა უნდა არც ვიცით ისე აღმოაჩენთ ხოლმე რომ შესულია და ცდილობს იქ დაიმკვიდროს ბაზარზე ადგილი და ასე შემდეგ. ჩვენ რა შეგვიძლია რატო არის მნიშვნელოვანი ახლა ჩვენ როდესაც ერთიანი ფირმის ფორმატი თუ არ წარმოდგენ, იმიტომ რომ მიმზიდველობა დიდი აქვს ბაზარს ერთის კუთხით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე როგორ აკეთო იქ ბიზნესი, ხო, რომ სწორი პარტნიორი მოძებნო, სწორი ურთიერთობა დაალაგო, იმიტომ რომ ბაზარი ძალიან განსხვავდება ჩვენ ახლა როცა ლაპარაკობთ აი რეგიონში 8 ქვეყანაა სულ ამ რეგიონში, ამ 8 ქვეყანა ერთმანეთსგან ყველა განსხვავდება ერთმანეთსგან, რა ვერ ვიტყვით რომ ერთნაირი ბაზარია, ერთნაირი თქვა და რეგულაციებია, მიდგომა, თუნდაც მომხმარებლის ქცევა ერთდროულად და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ნელ-ნელა ხდება ის, რომ აი უფრო მეტად, რაც მეტად ხდება გახსნილობა და ხდება ხალხის მოძრაობა, კაპიტალის მოძრაობა ერთ ქვეყნიდან მეორეში ბიზნესების გადასვლა, ნელ-ნელა მე ვფიქრობ, სადაც ალბათ 10 წლის პერსპექტივაში ვარაუდობ, რომ მეტად ერთგვაროვანი იქნება ბიზნეს გარემო, კლიმატი, საზოგადოება და ასე შემდეგ. და დღეს მაგას რომ სანამ აქამდე მივალთ, სწორედ ჩვენ ამაზე ვართ ფოკუსირებული და დავეხმაროთ კომპანიებს, ვისაც უნდა ერთი ქვეყნიდან მეორეში შესვლა, ეს არ არის მხოლოდ ქართული კომპანიების შესვლა სადმე, ხო, ბუნებრივია პირიქითაც, რომ სწორედ დაიწყონ ბიზნესი, იქ რისკები რაც შეიძლება მინიმალური გაწიონ თავიდან, დაგეგმვა სწორედ გააკეთონ შემდგომ, იმიტომ რომ იქ ძალიან მნიშვნელოვანი მოდელირება სწორედ გააკეთონ, როგორც იურიდიული სტრუქტურის, ასევე საგადასახადო სტრუქტურის და ასე შემდეგ, და ძალიან განსხვავდება კანონმდებლობა, რეგულაციები ამ ქვეყნებში ერთმანეთში და მით უმეტეს საქართველოსგან, იმიტომ რომ საქართველოს რაღაცნაირად ბოლო წლების განმავლობაში როგორც მიდიოდა ხო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება იქნება თუ სხვა რეგულაციები უფრო რაღაცნაირად დასავლური ტიპის ბიზნესის და რეგულაციების კეთებისკენ იყო ბიზნესი ორიენტირებული, მათ შორის დაწყებული გამჭვირვალობიდან, გადასახადებისგან და აღრიცხვიდან ბევრი სხვა კუთხიდან. ბევრ ქვეყანაში ესეთი კუთხით არ არის ჯერ. თუმცა ფიქრობენ მათ შორის ბევრი რეფორმის გაკეთება სხვადასხვა ქვეყანაში და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი სწორედ ესეთ ჩართულობა და ამ ბიზნესების მხარდაჭერა, მათთვის ეს მომსახურების გაწევა და ასე შემდეგ სწორედ ხელს შეუწყობს გაცილებით ეფექტურად განახორციელონ თავიანთი ბიზნეს ხედვები და ბიზნეს გეგმები. რა ტიპის სერვისებზეა მოთხოვნა? კი, სამი თვეა ჯერ რაც 5-ვე ქვეყანას უყურებთ, მაგრამ აი რადგან ახსენეთ, რომ ჩვენი ბიზნეს გარემო თქვათ ბევრად სხვანაირია, შეიძლება ბევრად დახვეწილია, ვიდრე ტაჯიკეთში ან ყირგიზეთში ან თუნდაც უზბეკეთში, ხო, სადაც როგორც მსვენია ბიზნესებისგანაც, ვინც უკვე იქ არის ან შედის, ახლა გადიან იმ გზას, იმ რეფორმებს, რაც ჩვენ დაახლოებით 2 წლის წინ გავიარეთ, ხომ? იგივე საქართველოში აუდიტი კომპანიების ერთგვარი ჰიგიენური ნორმაა და წლიდან წლამდე სულ უფრო ვიზრდებით. აი რა ხდება ამ მხრივ უზბეკეთში? ტაჯიკეთსა და ყირგიზეთზე უფრო ნაკლები ინფორმაცია გვაქვს საერთოდაც. სომხეთი მაინც ახლოს არის და ვიცით იქ რა ხდება. აი თქვენი დაკვირვება როგორც რეგიონული მენეჯერის როგორია, სად რა სერვისებზე არის მოთხოვნა? ესე იგი დავიწყოთ აუდიტის რეგულაციიდან. საქართველოს ყველაზე წინ არის იმ კუთხით, რომ აქ არის არა მარტო აუდიტზე მოთხოვნა, ასევე გამჭვირვალობაზე და ფინანსურ ანგარიშგების სავალდებულო გამოქვეყნებაზე და კიდევ ერთი გვყავს ჩვენ რეგულატორი, რომელიც პერიოდულად ამოწმებს კომპანიებს, აუდიტორულ კომპანიებს ამოწმებს და ანიჭებს მათ უფლებამოსილებას შეუძლიათ თუ არა განახორციელონ ესა თუ ის აქტივობა, ხო, ან რა სეგმენტზე შეუძლიათ. ესეთი ტიპის არც ერთ ქვეყანაში არ არის სხვაგან, თუმცა მე ვარაუდობ, რომ სადღაც ალბათ 5 წლის პერსპექტივაში
უკვე ეს დადგება აუცილებლობა და ძირითადად ეს საიდან დგება ხოლმე, როდესაც უცხოური კაპიტალზე ხდება მოთხოვნა, როდესაც აუცილებლობა ხდება იმის, რომ ინვესტორებისთვის გაცილებით იოლი იყოს ამა თუ იმ კომპანიის შეფასება, ხელმისაწვდომობა ქონდეს ფინანსურ ანგარიშგებას და ინფორმაციაზე, უკვე ქვეყნები წყვეტენ სწორედ ესეთ კუთხით წასვლას. ამიტომ მე ვარაუდობ, ეს ტენდენცია შენარჩუნდება. ეხლა ყველაზე თქვათ ახლოს ამ კუთხით სომხეთია. უზბეკეთში ეხლა ხდება სწორედ ამ რეფორმებზე მუშაობა, სწორედ აი აუდიტის კუთხით, ფინანსური ანგარიშგების კუთხით და ასე შემდეგ. ყირგიზეთში და ტაჯიკეთში შედარებით, ანუ უფრო ნაკლებად არის ჯერჯერობით ამაზე ყურადღება მიქცეული, თუმცა იქ ბუნებრივია ასევე ფიქრობენ ამ თემებზე. ჩვენ ისე ანუ აქტიური ოპერაციები გვაქვს ეხლა როგორც კომპანიის დაფუძნებით უზბეკეთში. შემდგომი ჩვენი ეტაპია უკვე ტაჯიკეთი, რომელსაც ვფიქრობთ, რომ მალევე გამოვაცხადებთ საჯაროს და შემდეგი ეტაპი იქნება ყირგიზეთი, ანუ არ გვინდოდა ყველა ქვეყანაში ერთდროულად შესვლა, იმიტომ რომ ესეთია რთული ამ ყველაფრის. სერვისებს რაც შეეხება, ასევე ბაზრის კუთხით ძალიან განსხვავდება, ეხლა ვიტყვი რომ აუდიტი ყველგან პრინციპში მოთხოვნადი არის, ვინაიდან ყველგან არის საჭიროება ფინანსური ჯანმრთელობის საბუთი სჭირდება. კანონმდებლობით ან ეხლა რო ავიღოთ განსაკუთრებით ჩვენ ეხლა ის ქვეყნები თქვა უზბეკეთი რო ავიღოთ ამ შემთხვევაში, რადგან საუბარია მასზე, რადგანაც კაპიტალი ჭირდება, დასავლური კაპიტალი აქ უბრალოდ ისეთი, ანუ შეუძლებელია ამის გარეშე ვინმე სერიოზულმა ინვესტორმა რაიმე ტიპის კაპიტალის დაბანდება გადაწყვიტონ, ეს იქნება ინვესტირება, პირდაპირ ეს იქნება სესხის მიცემა თუ ასე შემდეგ, ამიტომ ეს დგას ამავდროულად, ეს იგი ძალიან აქტიურად, რადგანაც კაპიტალის მოზიდვასთან არის საუბარი, ბევრი არის ისეთი, როდესაც ეძებენ დასავლურ ბაზრებზე ან ბონდების განთავსებას, აქციების ჯერ ეს კუთხე არ ყოფილა, თუმცა ამაზეც მიდის მუშაობა, რამოდენიმე მსხვილი გაერთიანება ხდება, პრივატიზება ხდება და კომპანიების თქვა რეორგანიზაცია ჭირდება ამას, რაღაც ჭირდება გაჯანსაღება და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი ახლავს ამ პროცესს, ამ რეფორმების პროცესს ბუნებრივად. დანარჩენ ქვეყნებში ხო ამ ფასი აუდიტი არის უფრო წამყვანი, თუმცა იქაც არის სერვისები, როდესაც მაგალითად ჭირდებათ ესა თუ ის რაღაც საკონსულტაციო მომსახურების განხორციელება, განსაკუთრებით როდესაც მაგალითად ყავს ჩვენი უცხოური ჩვენი კოლეგების, თქვა რომელიმე სხვა ქვეყნის BDO-ს დამკვეთები, ვინც შედის ამა თუ იმ ქვეყანაში და ჭირდება მათ მხარდაჭერის აღმოჩენა აი ამ რეგიონში, ნუ ეს ბუნებრივად BDO-ს რამდენად გამოწვევა არის ამ ქვეყნებში თავის სამკვიდრება, რომ BDO საქართველოში როგორც არის დღეს BDO, ისეთი იყოს სომხეთში. აი ამ ხრივ როგორც რეგიონული მენეჯერი რა გამოწვევებს აწყდებით? ისე თბილისიდან მართავთ ხუთივე ქვეყანას ძირითადად? ძირითადად ჩემი სამუშაო ლოკაცია თბილისი არის, თუმცა მიწევს მოძრაობა. მაგრამ ისეთ მუდმივად ხო თბილისში ვარ ბაზირებული, ასე ვთქვათ. ესე იგი საქართველოში ხო ანუ ეს არის რაღაცა განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც საქართველოში პირველ ადგილზე ვარ თლიანი კონსოლიდირებული შემოსავლით ბოლო 2 წლის განმავლობაში და ესეთის მიღწევა შეიძლება გაჭირდეს, თუმცა ამბიცია შეიძლება ქონდეს, მაგრამ გაჭირდეს რეალისტურად რაღაც პერსპექტივაში არ შეიძლება არც იყოს შესაძლებელი, არ ვიცით. იმიტომ რომ მაგალითად სომხეთში საკმაოდ კარგი კომპანია გვაქვს ჩვენ და საკმაოდ მსხვილი და შესაბამისად ერთ-ერთი ლიდერი არის იქ ბაზრის მოთამაშე დიდი ხანი არსებობს. განსაკუთრებით უფრო იქნება გამოწვევა იმ ქვეყნებში, სადაც არ იყო აქამდე BDO, ეს არის უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ვინაიდან უკვე ის არსებობს დამკვიდრებული ბაზარი, იქ არსებობს კომპანიები, ვისაც უკვე დიდი ხანია საქმიანობენ და შესაბამისად უფრო იცნობს ბიზნესი და ასე შემდეგ, ანუ იქ უფრო გამოწვევა გვექნება, თუმცა მეორე მხრივ ხო მეც ახლა მასე ვარ ჩვენ რომ გამოწვევებს არ გვეშინია მაინც და მაინც და ძალიან დიდი გეგმები გვაქვს, ამბიციები გვაქვს და შევხედავთ, აი 5 წლის პერსპექტივაში მე ვფიქრობ სხვა პოზიციაზე ვიქნებით ყველა იმ ბაზარზე, სადაც ოპერირებთ. თუმცა გამოწვევები არ გაგაკვირვებთ ახლა, როცა ამდენი წელია საქართველოში ბიზნესს აკეთებთ და გამოწვევებს არ უშინდებოდით. ყირგიზეთში ან ტაჯიკეთში, თქვათ, ქართული კომპანიები როგორც ასეთი არიან, ან შეგხვედრიათ, ვისაც თქვენი სერვისი ჯერ დასჭირდება. თუ უფრო უზბეკეთზე და სომხეთზე ხართ ჯერ? არა, ეს მე მასე არ უყურებ. ნახე რომ ეს მაინდა-მაინც არ არის აუცილებელი ქართული კომპანიების მასაუბრად. ხო, უბრალოდ ჩვენი ინტერესიდან გამომდინარე, თემა მაინტერესებს თუ არის ვინმე, ვინც მე სიმართლე გითხრათ, ვერ მახსენდება ხა ჩვენ არავინ არ გვყავს ესეთი რომ ქართული კომპანიებისაც იქ სერვისი ჭირდება, ესეთი არ გვყავს ახლა ჩვენ ძირითადად ახლა ჩვენ ხო ანუ შემდეგი ნაბიჯი ხდება ტაჯიკეთის ბაზარი, რომელიც შესაძლებელი გვყავს, შერჩეული გვყავს პარტნიორები და ასე შემდეგ და საკმაოდ საინტერესო კომპანია, ვისაც ძირითადად ემსახურება ადგილობრივ კომპანიებს, თუმცა არის ადგილობრივ ან ტაჯიკურ კომპანიებს, ასევე უცხოურ დონორებს და შესაბამისად უცხოურ კომპანიებს.
ყირგიზეთში ჩვენ უბრალოდ ვართ, რომ დისტანციურად, ანუ როდესაც საჭიროების მიხედვით ვაკეთებთ პროექტებს, ანუ იქ ვართ ფიზიკურად, მაგრამ არა ისეთი აქტიურად რაღაც ოფისის კუთხით, ვარაუდობთ წლის ბოლომდე ამ ყველაფრის განხორციელებას და მაგრამ ხო ანუ აქ მე ეს კუთხით უყურებ ამას, რომ თავარია თითოეულ ბაზარზე ვიდეო იყოს ძლიერი, იმისთვის რომ ჩვენ შევძლოთ რაღაცა ერთობლივი პროექტების განხორციელება. თუ იქ სუსტი იქნა, არ შეეძლო, არ ქონა რესურსი საკმარისი, მაშინ ერთობლივი პროექტები, რაც ჩვენ გვინდა რესურსების დაშიარება ერთმანეთში, საერთო პროექტების განხორციელება, ამაში უბრალოდ ჩართულობა შეუძლებელი იქნება. ამიტომ ჯერჯერობით ვართ იმაზე ორი ფოკუსირებული ვარ, რომ სადაც არ გვაქვს გაძლიერდა, სადაც გაძლიერებულია უკვე სხვანაირი კონსოლიდაცია გავაკეთოთ და უკვე შემდგომ ვიფიქროთ უფრო მაღალ ამბიციებს და მაღალ მატერიალებს. კი ბატონო. ისე რაც გაიცანით უფრო ახლოდან იგივე სომხეთის და უზბეკეთის ბაზრებს არის მათ ბიზნეს გარემოში დღეს საინვესტიციო კლიმატში, ეკონომიკურ პოლიტიკაში, აი მე ისეთი რეფორმა, ტენდენცია, რასაც ისურვებდით, რომ საქართველოშიც უფრო მეტად იყოს. თუ ჯერ მაინც მათზე წინ ვართ. ანუ რეფორმების კუთხით ნახე ხა ანუ სხვადასხვა უნდა შევხედოთ ანუ რეფორმების კუთხით ხო რეფორმების კუთხით მე ხა სიმართლე გითხრათ შეიძლება რაღაც ბუნებრივი ყველაფერში არ ვიცი მაგრამ მე ვერ მახსენდება ისეთი რაღაც რაც შეიძლება თქვა ჩვენზე წინ ისეთი რაღაც იყოს რომ გადმოღება ღირდეს უბრალოდ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარი არის ყველაზე ის მნიშვნელოვანი ხოლმე რა ანუ როდესაც თქვა უზბეკ ბაზრის ზომას გულისხმობ და პოტენციალს გულისხმობ ამ შემთხვევაში ვინაიდან ეს არის ერთ-ერთი გადამწყვეტი როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინვესტორისთვის თუ საინვესტიციისთვის და ასე შემდეგ ხო იმიტომ რომ ჯერ მოსახლეობა დიდი ტერიტორია დიდი და ამავდროულად თქვა უზბეკეთს თუ ავიღებთ ჩვენ არის ქვეყანა რომელსაც აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ძალიან ბევრი კომპანია, რომლის პრივატიზება შეიძლება და ეს გაცილებით დიდ ბუსტს მისცემს ეკონომიკას საბოლოო ჯამში, ხო? სომხეთში არის ეს პრინციპში დიდად არ განსხვავდება, რო თქვა, ეხლა სტრუქტურულად და ასე საქართველოს სომხეთის ეკონომიკისგან, თუმცა ბუნებრივი რაღაცები სხვადასხვა არის, მაგრამ მეტნაკლებად მაინც უფრო გავს ერთმანეთს, ვიდრე რო ავიღოთ ჩვენ ცენტრალური აზიის ქვეყნები. ვიდრე საქართველოსაც ერთ-ერთ კითხვას დაგისვამთ ინტერვიუს ბოლოსკენ ვიდეოს სერვისებსა და AI ტექნოლოგიებზეც მინდა გკითხოთ ამ ხრივ რა სტრატეგია აქვს როგორც რეგიონულ ფირმას თქვენ ქმნით გარკვეულ პროდუქტებს რომლებსაც იყენებთ თქვენი სერვისებისთვის თუ როგორ აი რომ ემზადებოდი ინტერვიუსთვის გავეცანი კარგად თქვენს გვერდზე BMG-ც ვიდეოს პარტნიორია და რობოტი მაქსი ბუღალტერიაში საკმაოდ ცნობილია უკვე ხო ამ ხრივ და როგორ უყურებთ ზოგადად ხშირად გვიწევს ბოლო პერიოდში საუბარი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად რომ AI გაგვაქრობს თუ დამხმარეა უფრო ადამიანების თქვენ სერვისებში ეს რაღაც დროის მერე აუდიტის დასკვნები შეიძლება AI-იმ დაწერას? ეგ უფრო ნაკლებად დაწერა მარტივია, დაწერს, მაგრამ სამუშაოს ჩატარება ალბათ კაი ხანი გაუჭირდება სიმართლე ვთქვათ. თუმცა როგორ არის ჩვენ არ ვიცით როგორ განვითარდება საბოლოო ჯამში ვარაუდობ რომ ძალიან ბევრი რაღაც ჩანაცვლებადია ხო AI-ის მიერ, მაგრამ ეხლა საუბარი რა პერსპექტივაში ვსაუბრობთ. ჩვენ თვითონ ერთ-ერთი რასაც ვაკეთებთ ეს არის რომ ჩვენ სერვისებში ჩვენი დამკვეთებისთვის გვაქვს უკვე ამ AI-ის კუთხით რომ შეთავაზება გავუკეთოთ. ჯერჯერობით ის შეიძლება ღრმა და დიდი არა როგორც შეიძლება ტექნოლოგიურ სხვა მიმართულებაში რაც გვაქვს განვითარებული. თუმცა ეს არის ერთ-ერთი მიმართულება რომელიც მათ შორის ჩვენ ახალ სტრატეგიაში რომელიც გავაკეთეთ ამ რეგიონულ გაერთიანებასთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ესე როდესაც ჩვენ დამკვეთებს შეიძლება შევთავაზოთ მათთან რაიმე ტიპის ეს ინსტრუმენტების დანება იქნება თუ გაკეთება. მეორეა როდესაც ჩვენ ვიყენებთ და უკვე ვიყენებთ ჩვენი მომსახურების გაწევაში უშუალოდ ჩვენი სერვისის გაწევაში და მესამეა როდესაც შინ კომპანიაში ვიყენებთ სხვადასხვა პროცესების ავტომატიზაცია იქნება გამარტივება იქნება თუ ჩანაცვლება იქნება AI-ის. ამ კუთხითაც გვაქვს უკვე ჩვენ პროექტები რომელსაც ვაკეთებთ და ვიყენებთ თუმცა აი ზუსტად შემდეგი რა ვიცი ალბათ ვარაუდობ შემდეგი 3 წელი განსაკუთრებით ეს იქნება ეს ერთ-ერთი ფოკუსი ჩვენი რაზეც ყურადღებას გავამახვილებ ვინაიდან შეუძლებელია უბრალოდ ესეთი რაღაცა ნახე როგორ არის როგორც ის იყო ხო კომპიუტერი გამოიგონეს შეუძლებელი იყო შენ კომპიუტერის გარეშე ისე ეფექტურად ვერ გააკეთებდი არ ვიცი ნებისმიერ კომპანიაში ოპერაციებს ხო როდესაც
ეხლა რომ ვინმე იყოს წარმოიდგინეთ ხელით აკეთებდეს რაღაც აი აღრიცხვას ხო შეუძლებელია 25 წლის წინ როგორც იყო ხო ანუ AI იქნება დაახლოებით ეს რაღაცა ბუნებრივია ყველას მოუწევს ამა თუ იმ ფორმით გამოყენება მაგრამ აქ მნიშვნელოვანია სოდნა აი რა სწორედ გამოიყენო იმიტომ რომ შეიძლება ძალიან დახარჯო მილიონები მაგრამ საბოლოო შედეგი არ ქონდეს ამის ამიტომ ჩვენ მაგაზე გვაქვს ფოკუსირებული როგორ ეფექტურად გამოვიყენოთ ეს შიდა მიზნების ასევე მომსახურების გაწევის პროცესში კი ბატონო და ბოლო 5 წუთი საქართველოსაც მინდა ვისაუბროთ ძველ ინტერვიუებს რომ გადავხედე 2024-ში 25-ში ხშირად საუბრობდით იმაზე და თქვენი აქცენტები იყო ის რომ შემცირებულია მოთხოვნები BDO-ს ისეთ სერვისებზე, რომლებიც ახალი ინვესტორებს სჭირდება, რომ ბიზნესი მიყვება დინებას, რადგან არ იციან მომავალში რა იქნება და ასე შემდეგ. 2026-ის სტარტი ამ ხრივ რა განწყობებს და შთაბეჭდილებებს გიტოვებთ უშუალოდ ქართულ კლიენტებთან, კომპანიებთან ურთიერთობა? ის როგორ ახლა რასაც დავაკვირთ პრინციპში და როცა 25 წელი შევაჯამე, რომ მოლოდინზე უკეთესი იყო, ხომ? სადღაც ალბათ ივნისიდან უხეშად ვაიღოთ პირველი 6 თვის შემდგომ, ან 6 თვის ბოლოსკენ ბიზნესმა დაიწყო მორგება ან ახალ რეალობას და ესეც არის ხოლმე ყოველთვის, ანუ ბიზნესი რაღაც გადაეწყობა ხოლმე, ფიქრობს ჯერ, რაღაცა გაურკვევლობა რო ფიქრობს, რა მოხდება, როგორ მოხდება და მერე იწყებს გადაწყობას, იმიტომ რომ შეუძლებელი მაშინ უნდა დაიშალოს. და ამ ბიზნესმა გადაწყობა სხვათა შორის გაცილებით სწრაფად მოახდინა, ვიდრე შეიძლება ეს ერთი შეხედვით, ერთი თქვათ შარშანი იანვარში იყო, რა ქვია, რაღაცა პროგნოზირებადი. ამიტომ ჩვენ შესაბამისად ჩვენც ამ ბიზნესს რაღაცა მიყვებით ხოლმე და სწორედ მაგან განაპირობა რომ ვამბობ რომ 25 წელი უკეთესი იყო ვიდრე მოლოდინი ქონდა 26 წელს შემდგომ იყო ხო ანუ 25 წლის განმავლობაში 26 წელს რო დაიწყო ეს ომი იყო თუ ასე შემდეგ ამანაც ეს ყოველთვის იძლევა ხოლმე ცოტა შოკს ანუ გაჩერებას, დაპაუზებას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში რა ჯობია როგორ ჯობია თუმცა დღევანდელი დღის გადმოსახედიდან რაღაცნაირად ისე ყოველ შემთხვევაში ჩვენ რასაც უყურებთ ეს არის იგივენად რაღაცა ბიზნესი მოერგო ამ ახალ რეალობას შესაბამისად რო თქვა რომ აქტივობა ბიზნესი რაღაც გაჩერებულია და რაღაც არანამდვილ ანუ თუმცა ახალი ინვესტიციები უფრო არსებული არა უფრო არსებული კომპანიებია მაინც ის რო თქვა ჩვენ ახლა რასაც უყურებთ უფრო არსებული ქართული კომპანიებია რომელიც ხო, ან რაღაც ახალ რაღაცას იწყებენ, ან არჩევდებენ, აკეთებენ, ახლა ბევრი ხდება სხვათა შორის და მე მგონია რომ უფრო მეტი იქნება კონსოლიდაციები, იქნება ალბათ კომპანიების გაერთიანება, ყიდვა და ასე შემდეგ, ვინაიდან რატო გაქვთ ეს მოლოდინი? იმიტომ მაქვს, როდესაც კომპანიები იზრდებიან უბრალოდ და კონკურენცია ძალიან რთულია, უფრო გაცილებით მარტივია ხოლმე გაერთიანება, იმიტომ რომ ნუ თუ გადალახე რაღაც გარკვეული თემები, იმიტომ ბაზარზე უფრო მარტივია მე შემდგომ შენარჩუნება პოზიციების. იმიტომ ყველასთვის თუ არ არის ადგილი, მე უბრალოდ ესე ხდება ხოლმე. ან შეიძლება იყოს მოთხოვნის ნაკლებობის გამო, ან შეიძლება იყოს ხარჯების გაზრდის კუთხით, ან სხვადასხვა დრაივერები შეიძლება ქონდეს ამას. მაგრამ მე მგონია, რომ უბრალოდ ბევრი კომპანია საკმარისად გაიზარდა იმისთვის, რომ ეს გააკეთოს ერთი და მეორე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც მოხდება ჩვენს ბიზნესებში, კომპანიები, რომელიც 90-იან წლებში დაიწყეს, ზოგი შეიძლება ცოტა გვიან დაიწყეს, ბევრ მათგანს დაუდგება ეგრეთ succession-ის, ანუ მემკვიდრის ან დამფუძნებლის ცვლილების თემა ეს შეიძლება იყოს ოჯახის წევრები, ზოგი შეიძლება იყოს შესაბამისად თუ არ უნდათ გაყიდვა მოხდეს, ან ასე შემდეგ. ეს პროცესი გაკვირვებულად ვაკვირდებით ჩვენ ამას, თუმცა ეს უფრო და უფრო გამოვლინდება, ვინაიდან ეს პირველი თაობის ბიზნესმენებს, როდესაც ჩაანაცვლებენ მეორე თაობის ბიზნესმენები. მათი ოჯახი იქნება თუ სხვა. რა არის მთავარი რისკები, რასაც ხედავთ ბიზნესისთვის, რაც შეიძლება ესე ზედაპირზე არ ჩანს და ზედა ხაზის რიცხვები ეკონომიკაში კარგად გამოიყურება, მიუხედავად პოლიტიკური კრიზისისა, რაც ქვეყანაში გვაქვს და რეგიონშიც გამოწვევებია, მაგრამ რა არის ის, რასაც შეიძლება ჩვენ ვერ ხედავდეთ, მაგრამ აუდიტორების თვალი ხედავდეს. რო თქვა, ეხლა უბრალოდ რა შეიძლება იყოს რისკი, ასეთ კუთხით შემიძლია უფრო თქვა, ხო, ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი, ეხლა ეს როგორ დასრულდება და მალე დასრულდეს ეს ახლოს აღმოსავლეთის თემა, იმიტომ რომ არავინ არ იცის, მე ჩვენ კი არავინ არ იცის რა გავლენას მოახდენს ეს საბოლოო ჯამში ეკონომიკაზე, გლობალურ ეკონომიკაზე, ხო ხა უყურებთ უკვე ფასების ზრდას, მაგრამ ეს ფასები სადამდე გაიზრდება, რაზე იქნება საბოლოო ჯამში ეს როდის შეიძლება დასტაბილურდეს თუ არ დასტაბილურდეს, როდის გადაეწყობა გლობალური ბიზნესი ამ ახალ რეალობაზე, არავინ არ იცის, ამიტომ ეს ერთ-ერთი გამოწვევა შეიძლება იყოს ჩვენთვის. მეორე, მე რაც აი საქართველოს რო ავიღოთ კონკრეტულად ყველაზე მეტი არის ინვესტორების მიერ ინტერესის დაკარგვა საქართველოს მიმართ. ეხლა ჩვენ უყურებთ რომ მაგალითად იყო 1-2 კვირის წინ იყო დაახლოებით კაპიტალის ბაზრის ელემენტი კონფერენცია და უყურებთ რომ ინვესტორებს ანუ საქართველოს კაპიტალის ბაზრისადმი ინტერესი არის, ანუ ინტერესი არის რომ ფულს აბანდებენ, რისკს
აფასებენ მისაღებ დონეზე და ეს კარგია, რა თქმა უნდა, რა. ეს არის ერთ-ერთი ისეთი თემა, თუ ამისი დაკარგვა, ამისი გაქრობა, როდესაც არ მოუნდება ვინმეს ინვესტიცია ჩადო საქართველოში რესურსები გამოუშვეს და ასე შემდეგ. ეს შეიძლება იყოს ეს ძალიან ისეთი, რა ქვია, საყურადღებო თემა. ჯერჯერობით ამას ახლა ეს პირდაპირ ვერ ვაკვირდებით, თუმცა ვერ ვაკვირდებით, შეიძლება არ არსებობენ ინვესტორები, ჩამოდიან და ბიზნესს აკეთებენ, მაგრამ ის რომ კაპიტალი მიაწოდონ, იყიდონ ობლიგაციები სხვა კომპანიის გამოშვებული თუ ბანკების, ეს მნიშვნელოვანია, არსებობს ასევე სახელმწიფოს მიერ გამოშვებული რა. ამას ალბათ ამ გარკვეული ინტერესის დაპაუზებას შესაძლოა განაპირობებდეს ის არსებული ვითარება, რაც ქვეყანაში არის, ხო? კარი ინვესტორი ალბათ უფრო მეტად აკვირდება, ვიდრე ვთქვათ შიდა, რომელიც მაინც არ ჩერდება, იმიტომ რომ თუ გაჩერდა, ჩამორჩება და სხვა კონკურენტი გაასწრებს. რა სჭირდება ქვეყანას, ჩვენს ქვეყანას ამ შემთხვევაში განვითარებისთვის, ბატონო ზურა, ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია და თითქმის ყველა ინტერვიუში თქვენ ხას უსვამდით ევროინტეგრაციის გზის გაგრძელების მნიშვნელობას. დღეს ამ გზაზე წინ ვერ მივდივართ სამწუხაროდ. ისე ორი ისე მქონდა ხოლმე ზუსტად მაგ თემაზე და მეორე არის, როდესაც ჩვენ მე მიმაჩნია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც არის ჩვენთვის არის რაღაცა კონსოლიდირება საზოგადოების ვინაიდან ჩვენ ვართ ძალიან ისეთი რა ქვია турბულენტულ გარემოში და როგორი ქვეყანა გვინდა რომ დაუტოვოთ ჩვენ მომავალ თაობას მაგაზე არ ვართ შეჯერებული ხო საზოგადოება ქართული საზოგადოება როგორი ქვეყანა გვინდა საბოლოო ჯამში უსაფრთხოების კუთხით 2 წლის წინ როცა ძალიან ბევრი ათასი ვიდექით რუსთავაზე მაგრამ ხო ნუ ყველა ძალიან ბევრი იდგა თუმცა ხო ამ საზოგადოებას მე გულისხმობ უმრავლესობა აი როგორი ქვეყანა გვინდა დაუტოვოთ ჩვენ მომავალ თაობას ეს არის ხოლმე მნიშვნელოვანი ამაზე შეჯერება ეს განაპირობებს უსაფრთხოების თემას, განათლების თემას, ეკონომიკური განვითარების თემას და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის ერთმანეთზე დამოკიდებული. ცალსა კი არ არსებობს და სანამ ამ თემის გაერთიანება არ მოხდება, მანამდე ქვეყნის აი ხო აი გრძელვადიანს ვამბობ მე რაღაცნაირად ისეთი დონის განვითარება, როდესაც შეუქცევადი იქნება მაგათ პროცესები, როდესაც რაც გვყავს ემიგრანტები უფრო მოუნდებათ ჩამოსვლა, ვიდრე წასვლა და ასე შემდეგ, ხო? ანუ აი ამის გარეშე მე ვფიქრობ, სანამ ვერ შევჯერდებით როგორი ქვეყანა გვინდა და მაქსიმალურ ყველა ვისაც შეგვიძლია ძალისხმევას არ ჩავდებთ ამაში, ნუ გაჭირდება. წერტილს დავსვათ. ამ ქვეყანაში რა დავასრულოთ? როგორ არის, როგორ გითხრათ ხო, ანუ ეს ქვეყანა არის ყველას. არავისი არ არის ცალკე აღებული რა. ვერავინ ვერ დაიჩემებს, რომ აი ჩემია და მე უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე თქვენ გიყვართ, ანუ რაღაცას ჩემზე ნაკლებად უყვარს და ასე შემდეგ, ხო? ეს ყველასია და შესაძლოა ყველა საზრუნავია. რაც აი ხო, აი კონსოლიდაცია ისევ იმას ვიტყვი, ფრაგმენტაციას და გათითო-კაცებას, აი იმას უნდა დაუსვათ წერტილი. დანარჩენი რაღაცნაირად მოგვარდება. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები ვიდეოს ხუთივე ქვეყანაში და საქართველოში მით უმეტეს. წერტილი დღეს ამით დასრულებულია, ჩვენს კითხვებს პასუხობდა ვიდეო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ლალაზაშვილი. მე ხვალამდე გემშვიდობებით.